ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. 30,000 ლარიანი გირაო შეუფარდა საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. გვარამიას წინააღმდეგ საქმე 359 მუხლით არის აღძრული, რაც ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კოალიციას ცვლილების ლიდერი დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პარლამენტში დაიბარა, გვარამიას ხდომაზე არ მივიდა. უარი კომისიის მოთხოვნაზე კი კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. თამარ თათარაშვილი გვიყვება დეტალებს, ის კურიერს უერთდება. თამარ, გისმენთ. მოსამართლე ევა ბარბაკაძემ სრულად დააკმაყოფილა და გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და კოალიციას ცვლილებებისთვის ლიდერს ნიკა გვარამიას შეუფარდა 30,000 ლარიანი გირაო. პოლიტიკოსმა ხდომის დასრულების შემდგომ მედიისთვისაც გააკეთა მცირე კომენტარი, თქვა რომ ის გაივლის კონსულტაციებს საკუთარ თანაგუნდელებთან, პარტიის წარმომადგენლებთან და გადაწყვეტილებას გირაოს გადახდის ან არ გადახდის შესახებ სწორედ ამის შემდგომ მიიღებს. ნიკა გვარამია დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა დაიბარეს, თუმცა მან მიიღო გადაწყვეტილება არ გამოცხადების შესახებ. ამ შემთხვევაში კომისიის წევრებს სურდათ მოესმინათ მისგან ინფორმაცია ადამიანური უფლებების მდგომარეობის შესახებ 2013 წლებში. ასევე კომისია სურდა მოესმინა ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლისგან ვითარება ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით უკვე 2012-დან 2025 წლამდე, თუმცა ოპოზიციონერმა ლიდერმა თქვა, რომ ის არ ენდობა პარლამენტს, რადგან მისი თქმით არ აქვს ლეგიტიმაცია მე-11 მოწვევის პარლამენტს და სწორედ ამ მიზეზით ის არ გამოცხადდა დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. 30,000 ლარი გირაო 50 დღის განმავლობაში. გადავიხდით თუ არა ამას ვნახავთ. ამას მარტო არ გადავწყვეტ ჩემს გუნდთან ერთად, იმიტომ რომ ამ ყველაფერს შეფხებლობა ექნება და ზემოქმედება ექნება არა მარტო ჩემზე პირადად, არამედ ჩემს პარტიაზეც. ამიტომ ერთად უნდა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, თუმცა ნამდვილად არ გამოვრიცხავ, არ გადავიხადო. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს კიდევ ერთი პროცესი. ამ შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე. ისიც არის ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელმაც უარი განაცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე მისვლასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არ მისვლა კომისიაზე აიხსნება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მათ არ აქვთ პასუხები იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც აქვს საზოგადოებას. მათ წინაშე ასევე ქართულ ოცნებაში დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს ოპონენტებს, რომ კომისიაზე არ მისვლა ჯარიმის გარდა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. მათ არ უნდათ საჯაროდ პასუხი გასცენ იმ განცხადებებს და ბრალდებებს, რაც მათ წინააღმდეგ ჟღერდება ხოლმე საგამოძიებო კომისიაზე ადამიანების მხრიდან. რა თქმა უნდა, კანონში არის გაწერილი შემდგომი მოქმედება მათი ამ საქციელთან დაკავშირებით და ეს უკვე პროკურატურისა და სასამართლოს მსჯელობის საგან იქნება, რაც თავისთავად მათ შორის ითვალისწინებს 1 წლამდე პატიმრობის შეფარდებას. ნიკა გვარამიას გარდა 5 პოლიტიკოს ოპოზიციური პარტიის 5 წარმომადგენელს სასამართლომ უკვე შეუფარდა გირაო. მიზეზი კი არის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე არ გამოცხადება. მადლობა კურიერის პირდაპირ ეთერში თამარ თათარაშვილი იყო დეტალებით. პოლიტიკური შეფასებების თემა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან დაფინანსება გაიზარდა და წინა თვეში 250,000 დოლარამდე ჩაერიცხა. ხოშტარია კურიერის კითხვებს არ პასუხობს, კოალიციაში კი ამბობენ, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მათი თქმით, რუსეთიდან თანხების ჩარიცხვაზე განმარტებები არაერთხელ გაკეთდა და ის საავტორო უფლებებს უკავშირდება. მართულ გუნდში კი ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. ელენეს ხოშტარიას კითხეთ, მე არ მაქვს მაგასთან დაკავშირებით არც ერთი არანაირი ინფორმაცია. ჩვენ კოალიციის წევრები ვართ, ჩვენ პარტიამ უარი თქვა დაფინანსებაზე, ხოლო ის დაფინანსება, რაც შემოწირულობის ნაწილში გვაქვს, ღია და საჯაროა და მათ შორის ანტიკორუფციული ბიურო ბევრს ცდილობდა, რომ ჩვენ გამოვეჭირეთ რამეში და ვერ გამოგვიჭირა. აქედან გამომდინარე, ესე იგი ნიშნავს, რომ ჩვენ ღია და გამჭვირვალები ვართ. რაც შეეხება კონკრეტულ რაღაც მემკვიდრეობას, კონკრეტული ადამიანის მიერ მიღებულ ოჯახის მიერ მიღებულ ფინანსურ შესაძლო თუ არაშესაძლო, რაც მე როგორც მაქვს ინფორმაცია ელენე ხოშტარიას საერთოდ არ ეხება და ელენე ხოშტარია ამასთან არანაირი კავშირში არ არის პირადად. უნდა გითხოთ ელენე ხოშტარიას ვერ გეტყვით ახლა ვინმე შემოსავალი გაიზარდა და თუ არ მაქვს ინფორმაცია და გულწრფელად რო გითხოთ არც მაინტერესებს. თქვენ იცით, რომ ელენე ხოშტარია, რომელიც თითქოს დაერჯვის რუსეთს, პირდაპირ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და როგორც კი კრიტიკული სიტუაცია ექნება ჩვენს ქვეყანაში და აღმოჩნდება, რომ ოპოზიცია სჭირდება პოლიტიკური თუ ფინანსური მხარდაჭერა, თვეების მიხედვით მუდმივად ესდება ეს დაფინანსება ელენე ხოშტარიას და აქაც რა თქმა უნდა ჩვენ სწორედ გარეჩარევების შემცირებაზე უნდა ვისაუბროთ. თქვენ იცით, რომ მას როგორც ფიზიკურ პირს ერიცხება ეს თანხები, სამწუხაროდ გრანტების შესახებ კანონში ეს რეგულაციები ვერ მოექცევა, თუმცა ფაქტი, რომ ის
პროცესის ფინანსდება რუსეთის ფედერაციიდან და ეს დაფინანსება არის მზარდი, კიდევ ერთხელ მეტყველებს, როგორი პროდასავლურია ელენე ხოშტარიანა, ზოგადად რადიკალური ოპოზიცია. გიორგი გახარია მოქმედებდა გარე ძალების დაკვეთით, რისი მიზანიც მმართველი პარტიის იმიჯის დაზიანება იყო. პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც ირაკლი კობახიძემ ღამის კურიერში გააკეთა, პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველ გუნდში გიორგი გახარიას ნაბიჯებს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედება თვლიან. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციაში. პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ გახარიას მიმართ არაერთი კითხვა არსებობს, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს თემა მართვის საინტერესო არ არის. კრიტიკის პასუხად გიორგი გახარიას გუნდში დღეს თქვეს, რომ გავრილოვის საზღვარზე შეჩერების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. მათივე თქმით, გასათვალისწინებელი იყო პოლიტიკური კონტექსტი. ამ ადამიანის შეჩერების საზღვარზე სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, მაგრამ არსებობს პოლიტიკური მიზანშეწონილობა და პოლიტიკური მიზანშეწონილობის ნაწილში, რა თქმა უნდა, არსებობდა მექანიზმები შეჩერების. ეხლა რომელმა deep state-მა დაურეკა ნაცების გასამართლება თუ აკრძალვაზე, რომ უარი თქვა ქართულმა ოცნებამ. აი ეხლა ვინ დაურეკა და ვინ გადააწყვეტინა ამის გაკეთება. საერთოდ არ შევალ კობახიძე გახარიას დაპირისპირების პროცესში. ერთი რაც თავმად შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვინმე ემსახურება ამ ქვეყანაში გარე ძალას, ეს არის ქართული ოცნება. რაც შეეხება ჩვენი და გიორგი გახარიას ურთიერთობას, ყოველთვის იყო ძალიან მძიმე და შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს თუ ჩვენ გვეხმარებოდა, არ ვიცი რითი გვეხმარებოდა, დარბევით, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით თუ რითი გვეხმარებოდა, არ ვიცი, მე რატო დააწინაურეს. მე ვადასტურებ აღნიშნულს, ნამდვილად იყო ზარი და მოთხოვნა, თუმცა კონკრეტიკისგან თავს შევიკავე, თუმცა შეიძლება დადგეს დრო, როდესაც ამ ყველაფერზე აბსოლუტურად ღიად ვისაუბროთ სახელებით და გვარებით. რეალურად თუ გავაანალიზებთ 20 ივნისის ღამეს, ხო? რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა ჩდება იგივე სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედებით, იმიტომ რომ ჩვენ ბევრი აქცია გვინახავს ამის შემდეგ და ბევრი თქვათ მოქმედებები ვნახეთ სპეციალური დანიშნულების რაზმით. რადიკალურად განსხვავებული ხელწერა, შესაბამისად ძალიან ბევრი კითხვას აჩენს, რა თქმა უნდა, ის ქმედებები და თუ როგორ მუშაობდა და როგორ იყო განლაგებული სპეციალური დანიშნულების რაზმი, პროფესიონალები ამაზე უფრო დეტალურად ისაუბრებენ და შეუძლიათ შევიდნენ უფრო სიღრმეებში, თუმცა რაც ზედაპირზეა და რაც ჩანს, მე ვფიქრობ, ძალიან ნათელია ყველაფერი. ნაცვლად იმისა, რომ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც მას როგორც მინისტრს უნდა აიღო, აღმოჩნდა, რომ პირიქით მოხდა და ის ადამიანი, რომელიც უნდა წასულიყო თანამდებობიდან, პირიქით იქნა დაწინაურებული, ისევე როგორც მერე უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში 27 წუთში მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვებაზე, გულისხმობ ამერიკის საელჩოს განცხადების გამოქვეყნებას დილის 10 საათსა და 1 წუთზე და მის განცხადებას 10 საათსა და 28 წუთზე. როგორც ჩანს, ესე წინასწარ დაგეგმილი და განსაზღვრული იყო, რომ მის გადადგომას მოყოლოდა გარკვეული პროცესები ქვეყნისში, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაშინ გახსოვთ თქვენ უკრაინი და თურქეთში იყო ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვართან ახლოს და როგორც ჩანს ის გეგმა, როგორც 2021-ში განხორციელდა, როცა მიხეილ სააკაშვილი შემოაპარე საქართველოში, ეს გეგმა როგორც ჩანს მაშინ სწორედ უფრო ადრე უნდა განხორციელებულიყო. ირაკლი კობახიძის განცხადებით გახარიას დავალება გარედან არაერთ გზის ჰქონდა მიღებული, როდესაც ის ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ კი უკვე პრემიერი იყო. ღამის კურიერში საუბრის დროს აქცენტი გაკეთდა 20 ივნისზე, პანკისის სპეცოპერაციაზე, ბასიანის საქმეზე და მისი გადადგომის დროს განვითარებულ მოვლენებზე. პრემიერი ამბობს, რომ მოცემის პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მაშინ ქვეყნის გარედან მიიღო ზარი, რომ გახარიას გადაყენება არ იყო მიზანშეწონილი. ეს არის ის, რომ ის მოქმედებდა, მას ძალიან ბევრი რამ აქვს დასამალი და მთავარი მას რა აქვს დასამალი. ეს არის ის, რომ ის მოქმედებდა გარე დაკვეთით. რაც გააკეთა მათ შორის რეზინის ტყვეების გამოყენებით. ესეც გააკეთა გარე დაკვეთით. თავარი ამოცანა ამ შემთხვევაში იყო ქართული ოცნების იმიჯის დაზიანება. ამიტომ არ შეიძლება რომ რაიმეს გააკარო აგენტი, მაგრამ ჩვენ მოგვიწია. ამაზე ესეც საინტერესო დეტალია. ვინ დარეკა და ეს შემდეგ ეს კითხვა დაისვა. კონკრეტულმა სახელმა და გვარმა დარეკა კონკრეტული კაბინეტიდან, სადაც იჯდა deep state-ის წარმომადგენელი. კონკრეტული სახელი და გვარი ეს გუნდში იციან და თეატროლოგიანმაც ახსენა ეს, რომ მანაც იცის სახელი და გვარი. უმრავლესობის წევრების უდიდესმა ნაწილმა ეს იცის, იმიტომ რომ მე მისაუბრია მათ შორის. ჩემთან არ იყო სხვათა შორის ეს არის, აქაც არასორად ითქვა. კონკრეტულ ლიდერთან იყო, ჩვენი პოლიტიკური ძალის ერთ-ერთ ლიდერთან ეს არის განხორციელებული. კონკრეტული ადამიანი იყო, ოფიციალური თანამდებობის პირი იყო.
ცოტა უფრო მეტად რო დავაკონკრეტო, ოფიციალური თანამდებობის პირი იყო. ელჩსკულის ხო? ქვეყნის გარედან იყო ეს. ქვეყნის გარედან იყო ეს არის კონკრეტული თანამდებობის პირი, რომელმაც თქვა, რომ მათთვის არ იყო მისაღები გახარიას გადადგომა. ხო, ანუ დისკუსია გაიმართა 20 ივნისის შემდეგ და ნუ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება იქნა მიღებული მასთან დაკავშირებით, რომ გახარიას უნდა დაეტოვებინა საკუთარი თანამდებობა, რაც ეთქვა გახარიას, მან ითხოვა 10-15 წუთი და მერე შემოbrunდებოდა და ამ 10-15 წუთის განმავლობაში გაისმა ზარი, ასე ვთქვათ, Deep State-დან. ეს იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც ქვეყნის გარედან დარეკა და თქვა, რომ არ იყო მიზანშეწონილი მისი გადაგანება. მაგრამ ამის მერე გახდა პრემიერი. და სწორედ ამაშია საქმე. ამიტომ გიკითხებით ზუსტად. ჩვენ გვიწევდა მანევრირება. გვიწევდა მანევრირება და მანევრირების შედეგი იყო და კომპრომისების შედეგი იყო ის, რომ სწორედ რომ კომპრომისის საფუძველზე გახდა, Deep State-თან კომპრომისის საფუძველზე გახდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. თვითონ ხო იყო პასუხისმგებელი კონკრეტული ადამიანის საქართველოში შემოსვლაზე, ხო, ამ შემთხვევაში რუსი დეპუტატების საქართველოს შემოსვლაზე. ხათრით შემოუშვა? თუ რაში იყო საქმე? ნახეთ, აი რა მარტივ ტყუილებში შეიძლება ამ კაცის გამოჭერა. ასევე ახსენებდა ბატონი გახარია ძალიან შეიძლება ნაკ მერე თემა რამაც ასე ვთქვათ გამოიწვია ეს ასე ვთქვათ პროტესტი იყო არა საქართველოს შემოსვლა. სავარძელში ჩაჯდომა. ხო, სავარძელში ჩაჯდომა იყო. სავარძელში ჩაჯდომა. როცა მე არ ვიყავი ამ ქვეყანაში, წასული ვიყავი ბაქოში და მოვალებას ასრულებდა ერთ-ერთი მოადგილე არ მახსოვს რომელი. და ნუ აქ მოხდა ესეთი რაღაცა. რისი მოგვარება ძალიან მარტივად შეიძლებოდა, თუმცა აქაც ძალიან საეჭვოდ მოქმედებდნენ კონკრეტული ადამიანები ჩვენი გუნდიდან, ყოფილი წევრები, რომლებიც დღეს საეჭვოდ მეგობრობენ ბატონ გახარიასთან. სააკაშვილი ამბობდა 2 დღე გაძელით და მე ვიქნები საქართველოში. თქვენ თუ გადავხედავთ რა დრო დაჭირდა სააკაშვილს საქართველოში შემოსაპარად ცნობილი კონტეინერით ზუსტად 2 დღე. ანუ გეგმა არსებობდა. თქვენ წარმოიდგინეთ ვითარება, რომ მელიას ვერ აკავებ, ანუ სახელმწიფოს იმიჯი ჩამოშალა, ხო? ანუ კაცი ბოლომდე უპირისპირდება სახელმწიფოს, მოიშორა ეს სამაჯური, მაგდება პარტიის ოფისში, გეუბნება ვერ დამაკავებ, ანუ სახელმწიფოს იმიჯი არის ჩამოშლილი, ხო, ასეთ ვითარებაში, როცა ვერ აკავებ და ამ დროს წარმოიდგინეთ თქვენ ეს სურათი, რომ სააკაშვილი შემოდის საქართველოში, რუსთაველზე უცბად გამოჩნდება სადღაა სახელმწიფო. ეს იყო სცენარი. და დავალება, გახარიას დავალება იყო ამ სცენარის განხორციელების უზრუნველყოფა მისი მხრიდან. პირობა მისცა კონკრეტულად ნიკა სამხარაძის, ასე ვთქვათ, დასმულ კითხვაზე საპასუხოდ პირობა მისცა უმრავლესობას, რომ კანონს აღასრულებდა. და სამ დღეში მოდიხარ, ჯერ შენ სიტყვასაც უნდა გქონდეს ფასი, მაგრამ აგენტი როცა ხარ, არც ერთ შენ სიტყვას არ აქვს ფასი, იმიტომ რომ დღეს ერთ რამეს გეტყვიან, ეს უნდა გააკეთო, ხოლ მეორე რამეს გეტყვიან, ეს უნდა გააკეთო. ახალი კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე გაცემული გრანტი პოლიტიკური შეფასებების თემაა. საფრანგეთის ალჩომ გავრცელა ინფორმაცია, რომ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად საალჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. საალჩო წერს, რომ პროექტის შექმნის ახალ ტურისტულ მარშრუტებს გორსა და ქუთაისში, რომელიც შეისწავლის საქართველოს საბჭოთა წარსულს. მართულ გუნდში ეჭობენ, რომ ეს გრანტი რეალურად სხვა მიზნებს მოხმარდება, რადგან მათივე თქმით, ამ ორგანიზაციის წევრები ნაციონალური მოძრაობის მოქმედი და ყოფილი წევრები, კანვასის დამფუძნებლები და ტრენერები არიან. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში. რა არის მიზანი ამ პროექტის? რაც არის ყველაფერი მიზანი არის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ საქართველოს ისტორია ისევე ეს როგორც იყო. დაიწყეთ უკვე მუშაობა ამ პროექტის ფარგლებში თუ ჯერ არა? ჩვენ უწყვეტად მუშაობთ 2010 წელი მოყოლად. თავშევი გარანტი ჩაწერაზე. აქამდე თუ ვინმე შეიძლება რაღაც მაინც ქონდა იმისი მოლოდინი, რომ ამა თუ იმ ელჩს, ამა თუ იმ ქვეყანას რაღაც შეცდომით მოუვიდა, რაღაც არ ქონდა გათვლილი, არ ქონდა გააზრებული, არ იცოდნენ ამ ორგანიზაციების შესახებ. დღეს მე მგონი ძალიან ცხადია ყველაფერი, შეგნებულად, მიზანმიმართულად ხდება ამ ტიპის რადიკალური ორგანიზაციების დაფინანსება, წახალისება იმისთვის, რომ შემდგომ მათ მოაწყონ ის, რაც მოაწყეს არაერთხელ მაგალითად პარლამენტის წინ. ამიტომ მომავალში, როდესაც
სავარაუდოდ ნახავთ ამავე ორგანიზაციების მხრიდან ასევე ძალადობრივ და სხვა მხრივ ფსიქოლოგიური შანტაჟის თუ ასე შემდეგ განხორციელებულ აქტივობებს პირდაპირ ზედმეტი მოკიდვის გარეშე პირდაპირ შეგვიძლია დავადოთ ხელი და მიუთითოთ ამ ადამიანზე საფრანგეთის ხელისუფლებას მაქვს საუბარი ძალიან სამწუხაროა და დასანანია რომ ამაზე გვიწევს საუბარი მაგრამ ფაქტია რომ მომავალში თუ რამე მოხდება შეუძლია ამ ადამიანს პირდაპირ აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე თუ რას გააკეთებენ ეს ორგანიზაციები რატომ დუმან სალჩოები და მესამე სექტორის წარმომადგენლები აქციების დროს დაშავებული პოლიციელის საქმეზე, რომელმაც მხედველობა დაკარგა. ამ კითხვას მმართველი გუნდი სვამს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გავრცელა ინფორმაცია, რომ ნოემბრის აქციის დროს დემონსტრანტთა მხრიდან ნასროლი საგანის მოხდის შედეგად პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა. მათივე ცნობით დაშავებული სასწრაფომ გადაიყვანა კლინიკაში, სადაც მას გადაუდებელი დახმარება გაუწიეს. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ მხედველობა პოლიციელმა მარჯვენა თვალში სრულად დაკარგა. ამ ეტაპზე დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის, მიმდინარეობს გამოძიება. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა, თუმცა კანონი ყველას მიმართ თანაბარი უნდა იყოს. მე ხო საელჩოების ვთქვათ არ ჩამოყოლილ ვარ და არ მინახავს რა განცხადება გააკეთა, მაგრამ მე შემიძლია ძალიან მკაფიოდ და ცხადად გითხრათ, რომ ნებისმიერი ძალადობა მით უმეტეს პოლიციელის მისამართით არის მიუღებელი. ცხადია ამ ფაქტს შევაფასებთ ძალიან უარყოფითად. თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის მნიშვნელოვანი. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ქართულ სახელმწიფოში არ უნდა მიდიოდეს ის დაპირისპირება ძალოვან უწყებებსა და ქვეყნის დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს შორის. ათასობით ადამიანმა მიიღო უმძიმესი დაზიანებები, არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა და არც ერთი პოლიციელის მიმართ გამოძიებაც კი არ არის დაწყებული. ეს ადამიანები თავიანთი შინაგანით, თავიანთი მსოფლმხედველობით ჩვეულებრივი მოძალადეები არიან. ახალისებენ ძალადობას, ახალისებენ უბედურებას. ეხლა გაიხსენეთ, ხო? პოლიციელებს წვავდნენ ცოცხლად. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს და კამპანია მიმდინარეობდა ამაზე, რომ გმირად წარმოეჩინათ ის ადამიანი, ვინც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. საელჩოები პირდაპირ ჩართული ხა ყველაზე არა მაქვს საუბარი, რომ ქვეყანაში გააღვივონ დაპირისპირება, ხელი შეუწყონ აქციების მიმდინარეობას, ხელი შეუწყონ რევოლუციური სცენარის მოწყობას. აქ ელჩები კი არა, საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიოდნენ, დაივიწყეს რომ სუვერენიტეტი არსებობს ზოგადად ცნება ქვეყნებისა, დაივიწყეს რომ არსებობს დიპლომატიური წესები, დაივიწყეს რომ არსებობს დემოკრატიული წესები, რომ არ შეიძლება სხვა ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში უხეშად ჩარევა. მიზანი იყო ერთი, ნებისმიერ ფასად ქვეყანაში მათი სასურველი რეჟიმის მოყვანა. როდესაც მიზანი ესეთია, რა თქმა უნდა, იქ არც ერთი განცხადება არ იქნება ობიექტური შეფასებისათვის განკუთვნილი. ყველა განცხადება არის წახალისებისათვის რევოლუციური, საპროტესტო და ორალიზაციისაკენ მიმართული. თბილისში უკვე მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემა რადიო თავისუფლების ინფორმაცია, რომ ევროკავშირი ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს. ბრიუსელს სურს სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს, დაწერა რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ცდილობენ შეთანხმებას მანამ მიაღწიოს, სანამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე პოლონეთია. ოპოზიცია ამბობს, რომ ბრიუსელის მიდგომა მათთვის გასაგებია, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ევროკავშირი ცდილობს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი გარკვეულ ქვეყნებთან შანტაჟის მექანიზმად გამოიყენოს. სულად გასაგებია ის, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილების გამარტივება არ არის საქართველოს საკითხი, მხოლოდ ეს ევროკავშირის ზოგად პოლიტიკას და საემიგრაციო პოლიტიკას ეხება, თუმცა ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღება ევროკავშირში დამოკიდებული იქნება ადამიანის უფლებების დარღვევაზე. რა თქმა უნდა, ეს აჩენს რისკს, რომ შეიძლება საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა დაკარგონ ევროკავშირში. რაც იქნება ძალიან დიდი დარტყმა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ეს არის თითქმის უმძიმესი ფორმით უნდა წარიმართოს, აი ტელევიზიები უნდა დაიხურონ, ქუჩაში უნდა მართლა ყოველ მეორე ადამიანს უნდა იჭერდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ და იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ქართული ოცნება ყველაფერზეა წამსვლელი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ ისეთ უპირატესობას მოვიპოვებთ, რომ აქამდე არ მივა საქმე.
შანტაჟის ელემენტებს რაც შეეხება ჩვენ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვხედავთ შანტაჟს, სანქციები როგორც პიროვნულ დონეზე, ასევე ქვეყანასთან მიმართებაში. ამ ტიპის დამოკიდებულება არის კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო და ევროპა და ევროპული მომავალი რატო არის საინტერესო? ხო, იქ არის სხვადასხვა ქვეყნები წარმოდგენილი, რომელსაც აქვს თავისი კულტურა, თავიანთი წარსული და ამით არის საინტერესო, მრავალფეროვანია. და ჩვენ თუ ეხა როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, ხო? ერთი იმიდან იმართებოდა ყველაფერი და ყველა ერთნაირები უნდა ყოფილიყავით. ეს ეხა კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება. სანამ ეს იყო მიგრაციის მართვის ინსტრუმენტი, ამ ნაწილში არაერთხელ გვიტყავს წელგამართულები ვიყავით, იმიტომ რომ იქნებოდა ეს დანაშაულთან ბრძოლა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა თუ სხვა საზღვრის მართვა და ასე შემდეგ. საქართველოს ინსტიტუტები გამართულად ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ევროკავშირის ინსტიტუტებთან, მაგრამ ამის მერე თუ ეს უნდა იყოს გამოყენებული საგარეო პოლიტიკურ ინსტრუმენტად, აქ ევროპის ესტონეთის მსგავსი ოდიოზური პიროვნებების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არის იმისი რისკი და მოლოდინი, რომ ეს იქნება გამოყენებული შანტაჟი. იმისთვის, რომ სხვა ქვეყანას, რომელსაც აქვს ჩვენთან ცდომა, რაღაცაზე აზრი შეაცვლოს, რაღაცაზე გავლენა მოახდინოს, რაღაცაზე ზეწოლა მოახდინოს, სადაც საჭიროა. შანტაჟის საბჭოთა მეთოდია და საბჭოური მენტალიტეტი ფართოდაა ბრიუსელის ბიუროკრატიაში, აცხადებს პრემიერი. ღამის კურიერში ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების გამარტივებაზე გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული არ არის. კომისიის მანდატი ორჯერ გაფართოვდა, უხეშად რომ ვთქვათ, ეს თუმცა თუ კი ეს არის ზუსტად საბჭოთა მეთოდი, რომ როგორც თავის დროზე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკას აშანტაჟებდნენ მოსკოვიდან, ასევე გონიათ ზუსტად, რომ დღესაც ისინი ჩვენ გვიყურებენ, როგორც საქართველოს რაღაცა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკას, ახალ მოდიფიკაციას, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ მალობა ღმერთს აღარ ვართ არც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და არც არასაბჭოთა არასოციალისტური რესპუბლიკა, ხო? ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო, მაგრამ ვიღაცებს აქვთ ეს მენტალიტეტი, საბჭოური მენტალიტეტი. და ეს საბჭოური მენტალიტეტი დღეს ძალიან ფართოდ არის სამწუხაროდ გამჯდარი ბრიუსელის ბიუროკრატიაში. არაფრით არ განსხვავდება რეალურად დღევანდელი მიდგომები იმ მიდგომებისგან, რასაც ჩვენ გაურბოდით 1980-იანი წლებიდან. თბილისი, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების სამხრივი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა მაკაბოჭორიშვილმა გახსნა, რის მერეც დიალოგი დახურულ ფორმატში მოადგილების შერთულობით გაგრძელდა. მიზანი სამხრივი თანამშრომლობის პროცესში სამივე ქვეყნის ხედვების გაზიარებაა. კარგი შესაძლებლობაა, რომ განვიხილოთ საკითხები, რაც შეეხება ჩვენს რეგიონს. საქართველოს აქვს მიზანი, რომ ჩვენს რეგიონში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მშვიდობას და სტაბილურობას და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ორივე მეზობელთან, აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც ურთიერთობები ამ ფორმატში, რაც პირველად ხდება და პირველად ჩვენ შევძელით, რომ სამუშაო ფორმატში გვემსჯელა რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება დღეს თეატრის დასმა და ხელოვანების ნაწილმა კულტურის სამინისტროსთან გააპროტესტა. ისინი მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ და ასახელეს კონკრეტული ვადაც. თუმცა შეხვედრა არ შედგა და აქცია დასრულდა. შეკრებილებმა დაანონსეს, რომ პროტესტი გაგრძელდება. აქციის მონაწილეების განცხადებით, დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება უსამართლოა და თეატრის დასი არ აღიარებს მინისტრის ამ განკარგულებას. კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლა. უწყებაში განმარტამა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უწყoti დაფინანსების და არაერთ გზის გაფრთხილების მიუხედავად თეატრის ხელმძღვანელობა ვალდებულებებს არ ასრულებს. მოვედით, მზად ვიყავით, რომ გაგვეცა მის შეკითხვებზეც პასუხი, დაგვესვა მისთვის კითხვები, გვეთქვა ის, სადაც ცდება, ის, სადაც აბსოლუტური სიცრუე გაჟღერდა და გვეპასუხა, დაგვეცვა ჩვენი სიმართლე და ჩვენი მხარე, ამ სიმართლისთვის ეს სამინისტრო მზად არ არის. ჩვენ გადავწყვიტეთ შევქმნათ თეატრის უწყვეტი საპროტესტო კერა, რომელიც თავის წიაღში შექმნის ახალ ტექსტებს, შექმნის ახალ სპექტაკლებს, ახალ დისკუსიებს, ახალ ნარატივებს და მაყურებელს გამოიყვანს გარეთ. დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ლოგიკურს უწოდებს კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითოლიანის განმარტებით. მუსიკის და დრამის თეატრი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ვალდებულია შემოქმედებით პროცესს აწარმოებდეს.
ლასლო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის დრამის თეატრი არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისად, როგორც ყველა სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მას აქვს ვალდებულების სახელმწიფოს წინაშე და სადამფუძნებლო დოკუმენტაციით დავალებული აქვს, რომ ის აწარმოებდეს შეუფერხებლად შემოქმედებით პროცესს. ბოლო დაახლოებით 5-6 თვის მანძილზე მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, შემოქმედებით პროცესი თეატრში არ აღმდგარა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან უწყვეტი დაფინანსება ჰქონდა, 1,200,000 აქვს ბიუჯეტი სახელმწიფოდან გამოყოფილი. შესაბამისად, მოახდინა სახელმწიფომ რეაგირება მისი ერთ-ერთი ქვეუწყების, სიპის უფლება-მოვალეობებს არ შესრულებას. გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილის პროცესი გაიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში. გიორგი ჩიკვაიძეს და მის დედას მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა. მიზეზად შეძახილები და მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფა დასახელდა. გამოძიება კომპანია ელ-ბილდინგის საჩივრე საფუძველზე დაიწყო და კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე. ჩიკვაიძეს და პაპიაშვილს ბრალი 92 მუხლით აქვთ წაყენებული, რაც წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას გულისხმობს. დაბარება ისი ჩანაწერით წარმოგვიდგინეთ. ეს იყო ელბუჯათური 28 წლად გადაკეთებული სამოქალაქო საქმის სისხლის სამართალში, რომელსაც თქვენ აი ესე რაღაც უტიფრად იძიეთ და მოსამართლეობთ. სამოქალაქო საქმის სისხლის სამართალში. გიორგი გადაძევენ ხმის დარბაზიდან კიდევ ერთხელ სასამართლოს შეურაცხყოფის ფაქტზე. 28 წლად გაყიდულ იზა გელენჯერიძეს და 28 წლად გაყიდულ სასამართლოს მე არაფერზე გულს არ მოვიდა. ობიექტურად ვერ ჩაითვლება დღევანდელი პროცესზე განვითარებული მოვლენები, რადგან დაწყების დღიდან როცა სასამართლოები დაიწყო, არც ერთი შუამდგომლობა ჩვენი არ დაკმაყოფილდა, არასდროს არ დაუკმაყოფილებიათ და 11 მარტს პროკურატურის შუამდგომლობა გიორგის გირაოს შეცვლასთან დაკავშირებით დააკმაყოფილეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. პროკურატურას არც ქონია წარმოდგენილი კი არ არსებობს ისტორიაში მსგავსი რამე და ვერც წარმოადგენდა და ამის საფუძველზე დააკავეს გიორგი. დაცვის ხარი მოითხოვა გარკვეული შუამდგომლობების საფუძველზე დამატებით მოწმეების დაკითხვა, მიუხედავად აღნიშნულისა, არც ერთი მოწმის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი არ წარმოუდგენია, მათ შორის არც სახელი და გვარი და შესაბამისად არანაირი მტკიცებულება, რომ მათ აღნიშნულ დასაკითხმო პირებს ჰქონდათ შემხნელობა ჩვენ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ამიტომ დაცვის ხარი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული. პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე 3 პირი დააკავა აჭარის პოლიციამ. გამოძიების ინფორმაციით, ჩინეთის და ტაილანდის მოქალაქეები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს ხელს უწყობდნენ მასაჟის სალონებში, ფართებს თანხის ანაცვლოდ გადასცემდნენ, ეხმარებოდნენ კლიენტების მოძიებაში, ქალები კი მათ აღებულ ფულს უყობდნენ. დანაშაულები 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. ური ყაზახეთის მოქალაქეა. ამოღებულია 34 შეკვრა დაფასებული მეთადონი და მარიხუანა. ანკარაში ნარკოტიკით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 574 ადამიანი დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, საპოლიციო ღონისძიება დედაქალაქის ყველა რაიონში ერთდროულად მიმდინარეობდა. ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ანტინარკოტიკული ოპერაცია, რომელშიც ათასობით სამართალდამცველი მონაწილეობდა. პოლიცია 625 მისამართზე მივიდა. ორმოცზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო წყალდიდობის გამო აზერბაიჯანში. სტიქიამ სერიოზული ზარალი მიაყენა 6 ქალაქს, მათ შორის ბაქოს, განჯას და სუმგაითს. დაზიანებულია სახლები და მაგისტრალები. გზებზე ნალექმა შლამი ჩამოიტანა. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დატბორილი რაიონებიდან გაყვანილი მოსახლეობის თითქმის 9 ბავშვია. სუმის ოდესის და ხერსონის შემდეგ დნეპრი. ღამით ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს შეუტიეს. დრონებით იერიშის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი. დაშავდა 30, განადგურებულია 15 სახლი, სტუდენტური საერთო-საცხოვრებელი, სასწავლო დაწესებულება და საწარმო. ადგილზე ამ დრომდე სახანძრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ დაძაბულია. ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. სახელის იერიშებს 35 ადამიანი ემსხვერპლა. კონფლიქტის ზონაში ისრაელის ძალები სახმელეთო რეიდებს ატარებენ. გაერო წერს, რომ 18 მარტის, ანუ ზავის დასრულების შემდეგ ღაზაში 9 მილიონი ადამიანი კიდევ ერთხელ გახდა იძულებული საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. ევროკომისია რუსულ თხევადი აირის იმპორტს არ აკრძალავს. როიტერის ინფორმაციით, ახალ სასანქციო პაკეტში დამატებითი ზომა ამ მიმართულებით არ შევა. მიზეზი ზოგიერთი ქვეყნის პროტესტია, რომლებმაც ალტერნატიული გზები ვერ გამონახეს. პარალელურად ევროკომისიამ უნდა შემუშავოს ახალი გზამკვლევი, რომელმაც 2007 წლისთვის უნდა დაასრულოს ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე. გეგმა 1 თვეში გასაჯეროდება. ამერიკის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ჰარვარდის უნივერსიტეტს სთხოვს თვის ბოლომდე წარმოადგინოს დეტალური ანგარიში უცხოელი სტუდენტების უკანონო და ძალადობრივი საქმიანობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტს გაუქმებენ სერტიფიკატს, რომელიც უცხოეთიდან გასვლითი პროგრამებით სტუდენტების მიღების საშუალებას იძლევა. გასულ კვირას ტრამპის ადმინისტრაციაში თქვეს, რომ პრო-პალესტინელი სტუდენტების ანტისემიტური განწყობების გამო გადახედავდნენ უნივერსიტეტის 9 მილიარდიან დაფინანსებას. ჰარვარდი მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს და კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობს. უყურებთ კურიერს 6 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდებით. შეუძლებელია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ოკუპაციის პირობებში, აცხადებს პრემიერი. ირაკლი ყობახიძემ თემაზე ღამის კურიერში ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი ბარიერი და წითელი ხაზი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ოკუპაცია. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები, ხო? ანუ ეროვნული ინტერესების დაცვა გარკვეულ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს. ამ შემთხვევაში სამართლებრივად ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ანუ სამართლებრივად ჩვენთვის არის შეუძლებელი საუბარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ოკუპაციის პირობებში. ანუ დღეს ყველას მოეხსენება, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების დაახლოებით 20% და ამ ვითარებაში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ნიშნავს არა პირდაპირ ასე, მაგრამ გარკვეული ფორმით შეგუებას იმ მოცემულობასთან, რომ შენი ტერიტორიების ნაწილად სხვა ქვეყნის სახელმწიფოს მხრიდან არ მიიჩნევა შენი ისტორიული რეგიონები. თავარი ბარიერი არის ოკუპაცია. ბუნებრივია ოკუპაციას გვერდზე თუ გადავდებთ, ყველაფერზე შეიძლება საუბარი თუ აღდგება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ლოგიკურიც იქნება. მაგრამ რაც შეეხება იმ მოცემულობას, როცა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული და არის ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20%, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, წითელი ხაზია ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ პირველი უცხოური ენა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის, არის ინგლისური. მეორე უცხო ენის სწავლება იწყება მეხუთე კლასიდან და ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე თავად სურვილი დაირჩევს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ჩინური ენა 15 სკოლაში დამატებითი მომსახურების სახით ისწავლება. სამინისტროს ცნობით, ვინაიდან ჩინურის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით სტანდარტის შექმნაზე მუშაობა დაიწყება. პარლამენტის საკრებულოსა და მერის წარმომადგენლებმა გლანში საჯარო სკოლები მოინახულეს. მათ გლანის პროფესიულ კოლეჯში ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. გაეცნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებს. ისაუბრეს დაგეგმილ პროექტებზე. ეს გლანის რაიონის 7 სკოლა მოვინახულეთ განათლების სამინისტროსთან, ქალაქის საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ნახეთის სკოლები, რომელსაც ყველაზე მეტად აქვს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საჭიროება, მოვისმინეთ ადგილზე პრობლემები, დავსახეთ ამ პრობლემის გადაჭრის გზები და ძალიან ბევრი პრობლემა და საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენ სკოლებს უახლოეს თვეებში იქნება მოგვარებული. გავეცანით არსებულ საჭიროებებს და გამოწვევებს და ისიერად მოვახდინეთ რეაგირება, კერძოდ სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება კონკრეტული გამოწვევების საპასუხოდ, რომ დაიწყოს ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც ხელს შეუწყობს იქ არსებული გამოწვევების გადაჭრას. თანამშრომლობის მომავალი პერსპექტივები არის ნათელი. ვფიქრობთ, რომ ჩვენი საქმიანო პროფესიონალური განათლების სისტემაში მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის, ვინაიდან პროფესიონალური განათლება არის პრიორიტეტული განათლებაში და ასევე მნიშვნელოვანია
მნიშვნელოვანია იმ მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელიც არსებობს ბაზარზე, გულისხმობს შრომის ბაზარს, კომპანიების მოთხოვნებს. დედაქალაქის მერი დიდუბეში მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იმ მონაკვეთზე იმყოფებოდა, სადაც ცოტა ხნის წინ გზის სავალ ნაწილზე ბზარები გაჩნდა. დეფორმაცია დაფიქსირდა ნაპირ სამაგრ კედელზეც. ტერიტორიაზე მერიამ პრევენციული ღონისძიებები ჩაატარა. ამჟამად გეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამუშაოები დაიწყება. პროექტის ღირებულება 5 მილიონია. სავალი გზის აღდგენას მაისის ბოლოს სამუშაოები დამთავრებული იქნება და ავტომობილების გადაადგილება უკვე თავისუფლად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ხიმინჯოვანი კედელის მოწყობას, სადღაც ივნისისთვის მთლიანად იქნება დასრულებული სამუშაოები. რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია წყლის დონეზე. ხედავთ, რომ მტკვარი მოდიდებულია და როგორც გითხარით, ამ წუთში მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევები, თუ რა ტიპის ხიმინჯოვანი კედლის სამუშაოები უნდა განხორციელდეს. სავარაუდო ბიუჯეტი არის 5 მილიონი ლარი ამ პროექტის განხორციელების. პირველი ეტაპის სამუშაოები, რომელიც მოიცავს გზის აღდგენას და ტროტუარის ნაწილში აღდგენას, მაისის ბოლოს დავამთავრებთ, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები, რომელიც უკვე გულისხმობს მდინარის მხრიდან მოპირკეთებას, ასე ვთქვათ, ამას დაჭირდება ივნისის ბოლომდე. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თუშეთის მიმართულებით მორგი ავიარეისი შესულდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას აღდგომა მიულოცა და პროდუქტები გადასცა. თუშეთში 20 მოქალაქე მუდმივად ცხოვრობს. მხარესთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ზამთარში დაკეტილია. მათ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ემსახურება. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიიდან ამოვედით წარმომადგენლები, რათა ადგილობრივი ჩვენი მოზამთრე თუშებისთვის მიგველოცა დამდეგი აღდგომის დღესასწაული. მერიაში არსებული პროგრამის ფარგლებში ამოუტანეთ სააღდგომო ნობათები და გავეცანით მათ ადგილობრივ საჭიროებებს. მოგეხსენებათ, რა თვის განმავლობაში თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზა აბანოს-უღელტეხიძე დიდ თოვლობის გამოიკეტება და ჩვენთვისაც უცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასაზღვრო პოლიციის ვერტში დგომა. ქართული ღვინო ტოკიოს საერთაშორისო გამოფენაზე ექსპოზიციაზე 9 კომპანია წარსდგა. ღონისძიებას 50,000-მდე ვიზიტორი დაესწრო. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინო პირველად ტოკიოში 2014 წელს წარადგინეს. ამჟამად წარმოდგენილი არის 9 ქართული კომპანია და არის წარმოდგენილი 50-ზე მეტი ქართული ღვინო. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები გამართავენ შეხვედრებს იმპორტიორებთან, კომერციულ პირებთან და მედიის წარმომადგენლებთან, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას იაპონიის ბაზარზე. იმერული ღვინის ასოციაცია პირველად არის წარმოდგენილი ტოკიოს პროვინცზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის, ზოგადად იმერეთის წარსადგენად და იმერელი მეღვინეების წარსადგენად. ჩვენი ასოციაციის წევრებისთვის განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ასეთი გამოფენები. მე წარმოვადგენ იაპონიაში ღვინის იმპორტიორ კომპანიას, რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიოს 24 ქვეყნიდან ახორციელებს ღვინის იმპორტს იაპონიაში. ქართული ღვინის იმპორტი დავიწყეთ 6 წლის წინ. ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიწვევით ვიმყოფებოდით საქართველოში, რის ფარგლებშიც ვსტუმრობდით ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს და ვეცნობოდით ქართული ღვინის მრავალფეროვნებას. დღეს ჩვენს პორტფოლიოში 4 დასახელების ქართული ღვინოა. დღეს დიდი ხუთშაბათია, ტაძრებში დილიდან ლიტურგია სრულდება, იკითხება 12 გზის სახარება. აღდგომის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან წმინდა მიწაზეც. ქართულ პილიგრიმებთან ერთად იერუსალიმშია კურიერიც. დღეს აღდგომის ტაძართან მსახურება და ფერხთმანვის წესი იერუსალიმის პატრიარქმა შეასრულა. დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანი დღე არის, დიდი ხუთშაბათია, დაწესდა ფერხბანის რიტუალი, რომელიც აღასრულას უნეტარესმა. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე და მინდა აღნიშნო, რომ დღეს ასევე ჩატარდება 12-ნების სახარება, წაიკითხავს უნეტარესი. ხვალ უკვე არის დიდი პარასკევი და შემდეგ უკვე უახლოვდებით წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას. დღეს მოგცა უფალმა იმის საშუალება, რომ ზიარებულიყავით. უფლის დაწესებული დღე არის. ამ დღეს გული უნდა გაიწმინდოს ქრისტიანმა. სხეული არა, ჯერ გული უნდა გაიწმინდოს. გული რო სუფთა იქნება, სხეულიც გაწმენდილი იქნება თავისთავად და დღეს არის განწმენდის დღე. ძალიან დიდი დღე არის დღეს. ყველა ქრისტიანმა უნდა ეზიაროს, შეძლოს ზიარება და გველოდება ხვალ უმძიმესი დღე.
ყველა ქრისტიანისთვის არის ეს ძალიან უმძიმესი ხვალინდელი დღე და ღმერთმა მშვიდობით გადაგვატანინოს. სამების საკათედრო ტაძარში მსახურება არქიმანდრიტმა იოანემ სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. საღამოს 6 საათიდან კითხულობენ 12 გზის სახარებას. ნებისმიერ დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. სახარების მიხედვით ამ დღეს იესო ქრისტემ მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფერხთბანვის რიტუალი შესრულა. მოწაფეები პირველად აზიარა და მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი გასცემდა. ღმერთმა ყველა დაგვიცვას და დაგვიფაროს ბოროტი ძალისაგან. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენთვის ნებისმიერი მონათლული მართლმადიდებელი ადამიანისათვის იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი ყოფილიყოს თავარი საზრუნავი, რომ მიახლებოდეს მისსა და სისხლსა და ხორცს. გვახსოვდეს, რომ ჩვენ, როდესაც მოვინათლეთ, პირობა გვაქვს ღვთის წინაშე ნათქვამი, რომ შევუდგებით ქრისტეს. დღეს ჩვენ ვეზიარებთ და დიდ ხუთშაბათს ვეზიარებით და ვიცით, რომ ეს თვითონ მაცხოვარმა დააწესა და თვითონ მაცხოვარმა გითხრა, რომ ის ამით შემოდის ჩვენში. მისი ხორცი და მისი სინამდვილეში ეს არის წითელი ღვინო და პური, მაგრამ ლოცვის შედეგად, სულიწმენდის გარდამოსვლის შედეგად ის იქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცად. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკლესიისათვის, რადგან დღეს არის ზუსტად ის დღე, როდესაც მაცხოვარმა დააწესა წმინდა ზიარების მიღება. და ბრძანა, რომ ეს არის სისხლი ჩემი, ეს არის ხორცი ჩემი და მიიღეთ ესო ცოდვების მიღებას მისი ტავებულად. ჩვენ მართლმორწმუნე ქრისტიანები ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ მაცხოვრის ცნებები და შეძლებული ზაგვარად შევინახოთ მარხვა, ვილოცოთ და მივიღოთ წინაზიანება. ეს იყო ბოლო ინფორმაცია კურიერი გემშვიდობა 9 საათამდე. თქვენ კი დღის სხვა ახალ ამბებს გაიცანთ ჩვენ ვებგვერდზე rustave2.gt.